მოშიმშილე მაღაროელების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროის მონაცემებით არის სტაბილური, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გუშინ ორი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. საუბარია ტარიელ მიქაცაძეზე და მირზა ლულაძეზე. ისინი არიან ადამიანები, რომლებიც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მშრალ შიმშილობაზე იმყოფებოდნენ და შესაბამისად არც წყალს არ იღებდნენ. ამიტომ იმდენად გაუარესდა და გართულდა მათი მდგომარეობა, რომ ადგილზე აუცილებელი გახდა სამედიცინო დახმარების თანამშრომლების გამოძახება, რომლებმაც ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. სამედიცინო манипуляციები ჩაუტარეს და ამის შემდგომ გამოწერეს ახლა მოშიმშილე მაღაროელები ამ წუთებში ჭიათურის ცენტრში იმყოფებიან, იქ სადაც კარები აქვთ მათ გაშლილი და უკვე 128 დღეა რაც პროტესტი მიმდინარეობს. აღსანიშნავია ისიც, რომ მირზა ლოლაძის და ტარიელ მიქაცაძის გარდა პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას კიდევ 5 მაღაროელი მიმართავს, აქედან ერთი მათგანი მერაბ სარალიძე ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფება. რაც შეეხება მოთხოვნებს, რის გამოც გადაწყვიტეს მაღაროელებმა, რომ პროტესტის ამ უკიდურესი ფორმისთვის მიემართათ არის შემდეგი, ისინი მოითხოვენ მათი თანამებრძოლების გათავისუფლებას, რადგან როგორც ისინი ამბობენ, ისინი არიან უკანონოდ დაკავებულები. გარდა ამისა, ჭიათურელი მაღაროელების პროტესტი ახალი დაწყებული არ არის. დაახლოებით 4 თვეა ისინი რაც პროტესტის რეჟიმში იმყოფებიან. თავდაპირველად მოითხოვდნენ ჯორჯიან მანგანეზისგან, რომ ხელფასები აენაზღაურებიათ მათთვის, დავალიანებები გაესწორებიათ, თუმცა ამ დრომდე ეს მოთხოვნა არ შეუსრულებიათ. გარდა ამისა, ამის შემდგომ დაიწყო რეორგანიზაცია და როგორც ისინი ამბობენ, 2000 ადამიანი, 2000 მაღაროელი ამ დრომდე სამსახურის გარეშეა დარჩენილი და როგორც მაღაროელები ამბობენ, ჭიათურაში იქ სადაც შემოსავლის ერთადერთი წყარო სწორედ მაღაროა, ახლა 2000 ადამიანი შემოსავლის ერთადერთი წყაროს გარეშე უკანონოდ არის დარჩენილი. შესაბამისად, მათი მოთხოვნები არის ის, რომ გათავისუფლდნენ მათი თანამებრძოლები, უკანონოდ დაკავებულები, როგორც ისინი საუბრობენ ამაზე, აუნაზღაურდეთ სახელმწიფო დავალიანებები და ასევე ის ადამიანები, ვინც გაათავისუფლეს რეორგანიზაციის შედეგად სამსახურებში აღადგინონ. გარდა ამისა, ისინი მოითხოვენ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრასაც და როგორც ისინი ამბობენ, ახლა მთავარი პასუხისმგებელი პირი სწორედ ამ საკითხის მოგვარებაში არის ირაკლი კობახიძე. ამის შესახებ მათ განცხადებაც გაავრცელეს, მიმართეს პირადადაც, თუმცა ირაკლი კობახიძის კაბინეტის წარმომადგენლები ამ დრომდე არავინ გამოხმაურებია მაღაროელებს და ადგილზეც არავინ მისულა. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვიყავით. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაგვიყვანა საავადმყოფოში და აღმოგვიჩინეს სამედიცინო დახმარება. პროტესტის თავარი მოთხოვნა უკანონოდ დაკავებული ბიჭების დროულად გამოშვება ციხიდან, ასევე ის უსამართლობა, რაც ხდება ჭიათურაში, 2000-ზე მეტი დასაქმებული უმუშევარიზის დღეს სახლში უკანონო რეორგანიზაციის შედეგად. ის ადამიანები, ვინც დასაქმებულები არიან მაღაროებში, ის ადამიანებიც გაორმაგებული გეგმა გრაფიკით მუშაობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი უფლებები ირღვევა. პროტესტი გრძელდება, ისევ და ისევ ვიბრძვით იმისთვის, რომ მივახციოთ იმ შედეგს, რომ თითოეული მაღაროელი ღირსეულად მუშაობდეს მაღაროში და ჩვენი დაპატიმრებული თანამებრძოლები მალე დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს. უკვე აგვეგრძალა დასაქმებულ თანამშრომლებთან მიახლოებაც კი საუბარი კი არა. ესეთი რეპრესიებით, ესეთი დაშინებებით, ესეთი კაბალურად უნდათ რომ მოიპოვონ, დაამონონ ხალხი, მათ რახი გადაარტყან და ესე ამუშაონ მაღაროებში თუ ღია კარიერებს. ჩვენ მიმართავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს. ჩვენ ვითხოვდით პრემიერის ჩართულობას, იმას რომ პრემიერი დაინტერესებულიყო ამ საკითხებით უშუალოდ, ან ადგილზე მოსულიყო და გაცნობოდა სიტუაციას, ან საშუალება მოგვცემოდა პირადად შეხვედროდით და გვესაუბრა ამ საკითხებთან დაკავშირებით. თავდაპირველად ჩვენ შიმშილობა აქაც და ციხეშიდაც დავიწყეთ პრემიერთან შეხვედრის მოთხოვნით, სახელმწიფოს ჩართულობის მოთხოვნით. რადგან პრემიერი არის პასუხისმგებელი პირი,
ჭიათურაში სულ 7 მაღარუელი შიმშილობს, როგორც გითხარით, აქედან ერთი მათგანი მერაბ სარალიძე იმყოფება პატიმრობაში და ის საპატიმრო დაწესებულებიდან აგრძელებს შიმშილობას, როგორც ის მოინახულა თავისმა იურისტებმა, სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტებმა და მონახულების შემდეგ თქვეს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც დღით-დღე კიდევ უფრო უარესდება. მერაბ სარალიძესთან ერთად ასევე პატიმრობაში კიდევ 3 მაღარუელი იმყოფება და მაყურებელს შევახსენებ იმას, რომ ისინი 29 aprilს დააკავეს და ბრალდების მხარე მათ ჯორჯიან მანგანეზის დირექტორზე თავდასხმას ედავება. ამ დროისთვის 7 ადამიანი შიმშილობს, მათ შორის არის მერაბ სარალიძე, რომელიც დაპატიმრებულია და სწორედ ციხეში აგრძელებს შიმშილობას. მოშიმშილების ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, მას შემდეგ რაც სწორედ აი ამ სასოწარკვეთის მდგომარეობაში მოხდა გარკვეული ინციდენტი და განხეთქილება კომპანიის ხელმძღვანელობასთან 4 ადამიანი დააკავეს და დღეს პროტესტის მთავარი მოთხოვნა სწორედ თანამებრძოლების გათავისუფლება. თუმცა ჩვენ დავინახეთ, რომ არც ერთ ეტაპზე ჭიათურაში კრიზისის ქართულ ოცნებას არ ქონია სათანადო რეაგირება ამ ადამიანების სოციალური ინტერესების დასაცავად და მთლიანად უგულებელ ყოფს აი ამ მასობრივ პროტესტს. შიმშილობასთან ერთად 3 მაღარუელს აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პირი აქვს ამოკერილი და შესაბამისად ამ უკიდურეს ფორმას მიმართავენ ეს ადამიანები. როგორც გითხარით, ირაკლი ყობახიძის მისამართით მათ განცხადებაც გაავრცელეს და ისინი ფიქრობენ, რომ ახლა ამ საკითხებში სწორედ ირაკლი ყობახიძე უნდა ჩაერთოს და მოაგვაროს ეს არსებული ვითარება ჭიათურაში, თუმცა ამ დროის მონაცემებით ამ დრომდე მათთან კონტაქტზე არავინ არ გამოსულა.